მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა არის ესეთი შეკითხვა: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ნახოთ, რა არის ის სიტუაცია, გარემოება, შეიძლება პიროვნება, შეიძლება აზრი, რომელიც თქვენ სივრცეში ან არის, ან იქნება და თქვენ ამისათვის დაგჭირდებათ ყურადღების დათმობა, ან დროის გამოყოფა. ნახოთ, რისი თქმა სურს დღეს ჩვენთვის ტაროს. სანამ მოვამზადებ მე თქვენთვის დასტას, დახუჭეთ თვალები, მოდუნდით და კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენს გარეთ სივრცეში არსებულ ხმებზე, ყველაზე შორეულ ხმაზე და მერე კონცენტრაცია გადმოიტანეთ თქვენს შიგნით არსებულ ყველაზე ახლო ხმაზე, აი რაც გესმით თქვენს შიგნით, თქვენი სხეულის შიგნიდან, ყველაზე ახლობელი ხმა. ეს ყურადღების კონცენტრაციის გადატანა, გადმოტანა გააკეთეთ 3-ჯერ და მერე აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. დღეს კი ვარიანტების რაოდენობა მინდა რომ იყოს 2 ვარიანტი. ნახოთ, რა ხდება. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ვარიანტი პირველი. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ვარიანტი მეორე. დასტის ბოლოს გვაქვს არკანი კოშკი. მნიშვნელოვანი საკითხია აშკარად, რაზეც მოგვიწევს რომ ვისაუბროთ. ვარიანტი პირველისთვის ესეთი ქვა გვაქვს და შესაბამისად ვარიანტი მეორისთვის გვაქვს ესეთი ჭრელი ქვა. დააკვირდით არკანებს, როგორც გითხარით, კონცენტრაცია გააკეთეთ თქვენს გარეთ არსებულ სივრცეში არსებულ ხმებზე, ყველაზე შორიდან რომელიც გესმით და შემდგომ გადმოიტანეთ ყურადღება თქვენს შიგნით არსებულ ხმებზე. ცოტა ხანი დაგელოდებით, მანამდე მინდა გითხრათ, რომ არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გაზიარება, დაკომენტარება და შესაბამისად შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაცია თავისთავად ცხადი არის ფასიანი და შეგიძლიათ პირადი კონსულტაციისთვის მომართოთ პირად შეტყობინებებში. აი ასე. იმედია მოასწარით ვარიანტის არჩევა, ვინც ვერ მოასწარით, არც ეგ არ არის პრობლემა. დააპაუზეთ ვიდეო და შემდგომ განაგრძეთ ყურება, მე კი გადავალ პირველი ვარიანტის გარჩევაზე. პირველი ვარიანტი. ნახოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ცხრიანი პენტაკლები მოვიდა პირველ ვარიანტთან. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ჩემო კარგებო? და აქ დიდი ალბათობით გვესაუბრება ტარო შინაგან წონასწორობაზე. ნახოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რისი თქმა სურს კიდევ, რას ეხება, ზოგადად ორიანი თასები, ორიანი პენტაკლები და არკანი ზომიერება. საინტერესოა ძალიან. ყურადღება რას უნდა მიაქციოთ და უნდა მიაქციოთ ზომიერებას მე გითხარით შინაგან წონასწორობასთან დაკავშირებით გესაუბრეთ ზუსტად. შესაძლოა თქვენ სივრცეში ახლა იყოს მდგომარეობა, როცა აი რაღაც ახალი, ორჯერ განმეორდა ორიანის ენერგია, აი ახალი ჩანასახის ეტაპი, შეიძლება ის იყოს ან ახალი ნაცნობობა, ან ახალი პროექტი, ან ახალი წამოწყება, მაგრამ მე რატომღაც უფრო მგონია, რომ ეს არის ახალი ნაცნობობა, იმიტომ რომ აქ დგას არკანი ზომიერებაც. არკანი ზომიერება არის მდგომარეობა, როდესაც აი რაღაცნაირად თავით არ უნდა გადაეშვათ რაღაცა პროცესში, იმიტომ რომ აქ არის ერთგვარი გაფრთხილება მაღალი არკანის სახით. მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიკაციის დროს მოვიდა ფაქტობრივად მიწიერი არკანი, მატერიალური არკანი, ხო, პენტაკლების,
თუ დააკვირდებით, აქ დროიდების ტაროთი ვმუშაობ დღეს და ამ ქალბატონს აცვია თეთრი სამოსი. თეთრი სამოსი სწორედაც რომ ასოცირდება სულიერებასთან და სწორედაც რომ ასოცირდება აი შინაგან წონასწორობასთან, შინაგან ცენტრთან. აი ეს ცენტრი არ უნდა დაკარგოთ და არ უნდა აცდეთ მნიშვნელოვანს. იმიტომ რომ აქ იქნება ცდუნების ძალიან მაღალი ალბათობა და არ დაკარგოთ, ასე რომ ვთქვათ, არ გადაუხვიოთ ძირითადი გზიდან. აი ეს არის მნიშვნელოვანი. კიდევ რა უნდა იცოდეთ ახლა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რისი თქმა სურს კიდევ ტაროს, აბა ვნახოთ, რას ეხება ეს წონასწორობა, რას ეხება ეს ზომიერება. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ვნახოთ აბა. ათიანი პენტაკლები. თასების მეფე. კვერთხების 7-იანი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი თქვენი წონასწორობა, თქვენი ისე ორიანი ყავს დასტის ბოლოს. თქვენი წონასწორობა აუცილებლად უნდა ეხებოდეს ოჯახს, აუცილებლად უნდა ეხებოდეს პარტნიორულ ურთიერთობებს. აქ იმდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს ვიღაცასთან რაღაცა საკითხები, ნახეთ როგორ სწრაფად მიაბიჯებს ხო პიროვნება აი ამ ხტება ფაქტობრივად აი ამ ბოძებზე ხო, რომ დანიშნულების წერტილთან მივიდეს ახლოს. ნუ აჩქარდებით ჩემო ძვირფასება, იმიტომ რომ აქ რაღაცა ისეთ სიტუაციას მიჩვენებს, რომ ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს იმდენად მოულოდნელი რამ, რომ თქვენთვის ცოტა არ იყოს გაცნობიერებაც კი რთული გახდეს. აქ შესაძლოა ვიღაცასთან პირდაპირ შემოვიდეს ადამიანი, პიროვნება, ვიღაცის ურთიერთობაში, იმიტომ რომ აქ მოვიდა თასების მეფე, რომელიც აი თითქოს მთელი ენთუზიაზმით აი შემოიჭრება თქვენ სივრცეში და აითვისებს იმ ცარიელ ადგილებს დაუშვათ რაც შეიძლება იყოს, ხო? მე ვერ ვიტყვი აქ, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა, აუცილებლად კარგი იქნება, აუცილებლად ცუდი იქნება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ 3 ორიანის ენერგია მოვიდა, 2 პირდაპირ გაშლის დროს და 1 დასტის ბოლოს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ახალი, ეს არ არის ადამიანი, რომელსაც აი დიდი ხანია იცნობთ. თუმცა ამ პიროვნებასთან ერთად დადგა 10-იანი პენტაკლების ენერგიაც, უკაცრავად დადგა 10-იანი პენტაკლების ენერგიაც და 10-იანი პენტაკლების ენერგია არის რაღაც ოჯახური ენერგია, ზომიერებაც ოჯახური ენერგია. 9-იანი პენტაკლები ამ დასტაშიც გარკვეულწილად რაღაცა ესეც ნიშნავს, აი სულიერებასთან ასოცირებულს. შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ იპოვეთ აი თქვენი ადამიანი, თქვენ ის ერთადერთი, მოკლედ ვისთანაც შეგიძლიათ გააზიაროთ ემოციები და იმდენად იჩქაროდეთ და იმდენად ისწრაფოდეთ მასთან ურთიერთობისკენ, მასთან კომუნიკაციისკენ, მასთან კონტაქტისკენ, ხო, რომ რაღაცები დაგჭეთ მხედველობის არის მიღმა. ამიტომ რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და არის ის, რომ უნდა გააკეთოთ აი რაღაცნაირად ცოტა დრო მოიგეთ და მოვიყენებ. მე აქ ისი თქმა სურს ტაროს რჩევის სახით, აი ამ სიტუაციაში რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. შევამითხარი პირველ ვარიანტთან. აი, შეხედეთ. ორიანი კვერთხები. აჰა, 5-იანი პენტაკლები და 2-იანი პენტაკლები. თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ 3 სხვადასხვა დასტით ამოვიდა რამდენჯერ ერთი და იგივე არკანი. ჩემო კარგებო,
აქ დამიჯერეთ, რომ საკმაოდ კარმულ შეხვედრასთან გექნებათ საქმე. აი პირდაპირ შემიძლია რომ ეს გითხრათ, ეს იქნება სიტუაცია, როცა თითქოს აი რაღაცა უცებ უნდა განვითარდეს გარკვეული ტიპის მოვლენები. კიდე ერთხელ ვამბობ ყველასთვის, ეს საკითხი იქნება ინდივიდუალური, ვისთვის როგორ, ანუ ზოგისთვის კარგი, ზოგისთვის ცუდი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რჩევის სახით აქ ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ იჩქაროთ, არც ერთ ვარიანტში არ იჩქაროთ, აწონდაწონეთ ყველაფერი და ფრთხილად შედით იმ ურთიერთობაში, რომელიც დაუშვათ შეიძლება თქვენს სივრცეში ესე სრულად მოულოდნელად აღმოცენდეს და წარმოიქმნას. აი ამის თქმა შემიძლია ახლა პირველი ვარიანტი უფრო ვრცლად თუ ეს საკითხი თქვენ შემთხვევაში რეზონირდა აუცილებლად მომმართეთ პირად შეტყობინებაში პირადი გაშლისთვის, იმიტომ რომ ამაზე მეტად ამ საკითხს საჯარო სივრცეში სამწუხაროდ ვერ ჩაუღრმავდები, იმიტომ რომ ყველა სიტუაცია არის ინდივიდუალური, განსხვავებული და ყველა საკითხს სჭირდება პიროვნების ჭრილიდან დანახვა და განხილვა. აი ესე, ძალიან დიდი მადლობა პირველ ვარიანტს რომ იყო ჩემთან ერთად. ახლა კი გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ რა ხდება მეორე ვარიანტთან, რას უნდა მიაქციოს მეორე ვარიანტმა ყურადღება ახლა. 7-იანი კვერთხები გვყავს აქ მეორე ვარიანტი. 7-იანი კვერთხები. ეს არის როგორი ენერგია იცით? აი ერთგვარი აი აქ ამ დასტაში ყოველ შემთხვევაში ეს არის ერთგვარი თავდაცვის ენერგია. შეიძლება აი ამ პერიოდში თქვენ მოგიწიოთ თქვენი პიროვნული საზღვრების დაცვა და იმ ბარიერის შეხსენება ვიღაცებისთვის, რომ ამის იქით არის წითელი ხაზი და აქეთ არ გადმოხვიდე. აი რაღაცა ესეთი ენერგია ტრიალებს აქ, იმიტომ რომ აი დააკვირდით ადამიანი, რომელიც დგას და მის სივრცეში ესე ცდილობენ ამოსვას, თუმცა ეს ღობეთ საკმაოდ ქვით ნაშენია, მყარია, მაგრამ დაბალია, ამიტომ თქვენ მოგიწევთ თქვენი სივრცის ფიზიკურ დონეზეც შესაძლოა დაცვა მეორე ვარიანტი. ნახოთ კიდევ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მეორე ვარიანტი. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. თასების რაინდი მოდის აქ. კვერთხების რაინდი. არკანი მზე. გეუბნებით, რომ მოგიწევთ ბარიერების აშენება და დაცვა. კი ბატონო. აქაც როგორც პირველ ვარიანტში შესაძლოა, ნახეთ დასტის ბოლოს როგორი 6-იანი პენტაკლების არკანი დგას. დასტის ბოლოს აქაც მოდის ემოციების არკანი, უბრალოდ პენტაკლების, მაგრამ აი მოდის რაღაცა ისეთი ენერგია თითქოს რაღაცა ახალი იწყება თქვენს შემთხვევაში, რაღაცა ენერგომიმოცვლა მიმდინარეობს, მაგრამ აქაც არის ორჯერ განმეორდა აქაც პიროვნების ენერგეტიკა. თასების რაინდი და კვერთხების რაინდი. ანუ ეს არის რაღაცა ქარიზმატული ადამიანი, საკმაოდ ემოციური ადამიანი, რომელიც მთელი ენთუზიაზმით შეიძლება ცდილობდეს პირველი ვარიანტის მსგავსად თქვენს სიტუაციაში შემოსვლას. ოდნავ განსხვავებული პერსონაჟები მყავს აქ პირველ და მეორე ვარიანტთან, მაგრამ ორივე შემთხვევაში მოდის ახალი ეტაპი, რაღაცა ახალი ურთიერთობების, ახალი ნაცნობობის სიტუაცია. აი ეს უნდა იცოდეთ ახლა და ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ამიტომ პირველ და მეორე შემთხვევაშიც, იმიტომ ვაპარაკობ ახლა, იმიტომ რომ ძალიან გავს პირველი და მეორე ვარიანტი ერთმანეთს. სხვათა შორის იქაც იყო 7-იანი კვერთხები. პირველ ვარიანტშიც ეგოიზმს მოეშვით, მეორე ვარიანტი.
ეგოიზმს მოეშვით და უბრალოდ აი მოგიწევთ რა, აი კიდევ ერთხელ ვამბობ, მოგიწევთ თქვენი პიროვნული საზღვრების დაცვა. ნახოთ კიდევ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მეორე ვარიანტი. რვიანი კვერთხები, პენტაკლების დედოფალი, ცხრიანი თასები. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და ისევ დასტის ბოლოს მოვიდა ექვსიანი პენტაკლები. თქვენს სივრცეს, თქვენს პირად სივრცეს უნდა მიაქციოთ ყურადღება. მეორე ვარიანტი. აი ამის თქმა შემიძლია ახლა შეინარჩუნოთ წონასწორობა, რომელიც ძალიან კარგად იცით, როგორ უნდა დაიცვათ, ძალიან კარგად გამოგდით ემოციების კონტროლი, სიტუაციების მართვა და სწორედ აი ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოგიწევთ ესეთი ერთგვარი წონასწორობის კი. მოგიწევთ ერთგვარი წონასწორობის დაცვა საკუთარ თავთანაც და ურთიერთობებშიც. ნახოთ რჩევას რას გვეტყვის მეორე ვარიანტისთვის. ხმლების რაინდი დღეს ტარო მაგიჟებს ახალი დასტითაც, ამ დასტითაც წეღანაც ორიანები ამოვიდა, ეხლა ისევ კვერთხები ამოვიდა. ხუთიანი პენტაკლები და ორიანი პენტაკლები. დასტის ბოლოს არკანის შეყვარებულები, თასების ტუზი და 10-იანი თასები. ჩემო კარგებო, პირველ ვარიანტო, მეორე ვარიანტო. ამას უკვე შემაჯამებელი სახით ვიტყვი ორივე ვარიანტისთვის. აუცილებლად უსმინეთ მეორე ვარიანტი პირველ ვარიანტსაც და პირველმა ვარიანტმა აუცილებლად უსმინეთ მეორე ვარიანტსაც, იმიტომ რომ ფაქტიურად ერთი გაშლა გამოვიდა აქ და უნდა გავაერთიანო რეზიუმე. მინდა იცოდეთ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ იმყოფებით ქორწინებაში, ამ ადამიანებისთვის დაიწყება ურთიერთობების ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც შეცვლის თქვენი ცხოვრების სტილს, თქვენი აზროვნების სტილს, თქვენს დამოკიდებულებებს და ღირებულებებს გადააფასებს, იმიტომ რომ ეს პერიოდი არის აი ამ ორივე ვარიანტთან ძალიან კარმული ახალი ნაცნობობის ეტაპი. იმ ადამიანებისთვის, ვინც იმყოფებით ქორწინებაში, მათაც შეიძლება გქონდეთ ისეთი სიტუაცია, როდესაც თქვენ სივრცეში შეიძლება გამოჩნდეს ახალი ადამიანი, ახალი პიროვნება, უცნობი ადამიანი, ძალიან მაგრამ თითქოს ძალიან ნაცნობი, აი რაღაც ესეთი ენერგიით, მაგრამ ეცადეთ რომ არ აყვეთ ემოციებს. იმიტომ რომ ერთი შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც აქ მნიშვნელოვანი გაცნობიერებები მოვა და ქორწინებაში მყოფი ადამიანებისთვის ეს გაცნობიერებები მარტივი არ იქნება. აი ეს მინდა რომ გაფრთხილების სახით იცოდეთ. წინა ვიდეოზე სხვათა შორის ერთ-ერთმა მსმენელმა ძალიან უკმაყოფილო კომენტარი დატოვა, რომ თურმე მე უნდა ვურჩიო ადამიანებს, კარგი რა არის და ცუდი რა არის. არამც და არამც ყველა ადამიანი, რომელიც მე აქ მიყურებს, მჯერა რომ არის ზრდასრული და მჯერა რომ ძალიან კარგად იცის, რომ საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს მხოლოდ მას. მე რჩევის სახით ამ მით უმეტეს საჯარო გაშლის შემთხვევაში ვერავის ვერაფერს ვერ ვურჩევ, მაგრამ გაფრთხილების სახით შემიძლია რომ გითხრათ, რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. არ გაშინებთ, აქ საშიში და რაღაცა ისეთი არაფერი არ არის, უბრალოდ აქ არის ემოციური ისეთი ამოფრქვევები, რომლისგანაც თავის დაღწევა გაგიჭირდებათ. ეხლა თქვენ განსაზღვრეთ ესეთი მხურვალე რომანებისთვის თუ ურთიერთობებისთვის და ასე შემდეგ მზად ხართ თუ არ ხართ. და ვიცით რომ ამ მხურვალე რომანებს მერე ასე უცებოა მოიფრქვევა ხოლმე, შეიძლება ძალიან უცებ მერე მოყვეს ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი გარემოება, სირთულე თუ ასე შემდეგ.
აი ამის თქმა შემიძლია. ახლა პირველი და მეორე ვარიანტისთვის აი მას უნდა მიაქციოთ ყურადღება, შემოკარგებო. იმედი მაქვს, რომ რეზონირდა თქვენს სივრცეში, თუ არ რეზონირდა, მომიტევეთ და დაელოდეთ სხვა ვიდეოს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მისმინეთ და შევხვდებით თავისთავად ცხადია უახლოეს მომავალში. დროებით.